საბა ლაბაძე 14 წლის ფეხბურთელი. ლუკა ლაბაძე 16 წლის. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. შევართ ძმები. მე რო შემოვედი დამხვდა მწვანე, ყვითელი და წითელი ფერები და დამხვდა პროდუქტები. და ეს პროდუქტები უნდა გვენაწილებინა ფერებზე. დავალება იყო სპორტსმენისთვის ეს საკვები როგორი ჯანსაღი იყო. ჯანსაღკვებას ვაქცევ დიდ ყურადღებას, რადგან ჯანსაღკვების გარეშე სპორტსმენი ვერ შედგება. მე ვცდილობ რომ ჯანსაღად ვიკვებო, მაგრამ ხან გამომდის და ხან არა და რაც შეეხება ჩემს ძმას, ვცდილობ რომ ჯანსაღად იკვებოს, მაგრამ გამოდის. ზოგადად სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ელემენტარული თუ არ შეჭამ სწორად, არ ექნება ენერგია, არ იქნები კარგ გაწყობაზე და იქნები ცუდ ხასიათზე. მოკლედ, ჯერ ავიღოთ საქონლის ხორცი დავდებ მწვანეზე. საქონლის ხორცი არის აუცილებელი სპორტსმენისთვის, იმიტომ რომ არის ცილებით სავსე და ეს ცილები არის ამინომჟავებით, რომლებიც არის ძალიან ძლიერი და ძალიან კარგია ვარჯიშის მერე. საუკეთესო არის. ეს რისი ხორცია შემახსენე? თევზის. ბატონო საბა. აიღე და თქვი სადადებ. თევზის ხორცს ავიღებ, დავდებ მწვანეზე. თევზი დავდებ მწვანეზე, რადგან მდიდარია ცილით და ასევე აქვს ომეგა-3, რომელიც არის ჯანსაღი ცხიმი. ეხა ავიღებ დონატებს და დავდებ წითელზე. დონატები წითელზე, იმიტომ დავდე, რომ ბევრი შაქარი აქვს. ავიღებ ყველს და დავდებ მწვანეზე. ყველი მწვანეზე, იმიტომ დავდეთ, რომ ყველში შედის კალცი და ცილა. მე ავიღებ სასისკებს და დავდებ წითელზე. სოსისები დავდე წითელზე, რადგანაც არის გადამუშავებული ხორცი, არა აქვს ნუტრიენტები და ჩვენი სხეული არ შეითვისებს ამას, როგორც ვიტამინად არ გამოიყენებს არაფრად და მიდის ცხიმში. ავიღებ თხილეულს და დავდებ მწვანეზე. თხილეული დავდებ მწვანეზე, რადგან არის ჯანსაღი ცხიმები და ეს ჯანსაღი ცხიმები გვეხმარება თელი დღის განმავლობაში გქონდეს ენერგია. და ასევე აქვს ცილებიც, მაგრამ ისეთი ცილები არა როგორც საქონლის ხორცს. ავიღებ ბანანს და დავდებ მწვანეზე. ბანანი მწვანეზე დავდე, რადგანაც არის ხილი კარგია და არის სწრაფი ენერგია. ავიღებ მარილს და დავდებ მწვანეზე. ყვითელზე უკაცრავად. მარილი ყვითელზე დავდე, რადგანაც ელექტროლიტები აქვს, ელექტროლიტები საჭირო არის, მაგრამ ჭარბი რაოდენობა ცუდია. მე ავიღებ ვაშლს და დავდებ მწვანეზე. ვაშლი მწვანეზე, იმიტომ დავდე, რომ სწრაფი ენერგიებისთვის არის ძალიან კარგი და ვიტამინებია. ავიღებ შაქარს და დავდებ წითელზე. შაქარი წითელზე, იმიტომ დავდეთ, რომ სპორტსმენებისთვის არა ჯანსაღია. ავიღებ გაზიან სასმელს და დავდებ წითელზე. გაზიანი სასმელი, იმიტომ დავდევი წითელზე, რომ ცუდია, რაც სპორტსმენს წიდება, არის წყალი და რძე. ავიღებ კვერცხს და კვერცხს დავდებ მწვანეზე. კვერცხი მწვანეზე, იმიტომ დავდეთ, რომ აქვს ცილები. და დევიტამინი. მე აქ რომ მოდიოდი ნაყურები მქონდა ეს შოუ და ვიცოდი რომელი ფერი რას ნიშნავდა. ფერებს რო შევხედე და საკვებს განმარტივდა, ძალიან მარტივი იყო, მეტი ფერი არც იყო საჭირო და გადავანაწილეთ მარტივად. უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგახსენოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენს პროექტში ერთობიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კვების მიმართ. იყო პერიოდი, როდესაც კვების მიმართ დამოკიდებულება იყო წმინდა მომხმარებლური. დღევანდელი ჩვენი დამოკიდებულება იცვლება და მე ეს ძალიან მახარებს. განსაკუთრებით მახარებს დამოკიდებულება, რომელსაც ამჟღავნებენ ახალგაზრდები და დღევანდელი სიუჟეტი ამის საუკეთესო დასტური გახლავთ. როდესაც სპორტსმენები კვებას განიხილავენ როგორც ინსტრუმენტს საკუთარი წარმატებისათვის და განსაკუთრებით თვალშისაცემი არის და ადვილად აღსაქმელი ყურისთვის, როგორ შეიცვალა ჩვენი შვილების ლექსიკა, მაშინ როდესაც მათ ყოველდღიურ საუბარში გაჩნდა მაგალითად ამინომჟავები, ომეგა-3, ელექტროლიტები. თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ფრაზები და სიტყვები, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი სიუჟეტის გმირები ლუკა და საბა. განსაკუთრებით თვალშისაცემი არის საკვების მიმართ დამოკიდებულება, როგორც მაგალითად სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად და ასეთ შემთხვევაში უფროსი ძმის გამოცდილება, უმცროს რომ წაადგება, მე ვფიქრობ ეს სიუჟეტიდანაც კარგად ჩანდა და მიხარია რომ ახალგაზრდები სწორედ ასე ხედავენ საკვების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას და დარწმუნებული ვარ უამრავ ინფორმაციას
დამოუკიდებლადაც მოძებნიან იმისთვის, რომ მათი შედეგები იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე მათ ორგანიზმს ერთი შეხედვით შეუძლია. კვება შეუძლია ჩვენი ორგანიზმის არსებული რესურსები გაუმჯობესოს და მოგცეს ახალი შესაძლებლობები, ახალი წარმატებების მოსაპოვებლად. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი არის მოზარდი სპორტსმენებისათვის.